ძალიან ძიმე დღე იყო დღეს, ძალიან სამი პროცესი იყო. საბას გადაუდეს. და გიორგი მინდაძეს გვეცით ალბათ რომ 5 წელი მიუსაჯეს. ეგეთ მაგარ ქვეყანაში ცხოვრობ. 21 წლის ბიჭი გაუშვეს. 5 წლით. და ამ ყველაფერში ანუ აი ესენი იცი რომ სამართლო ტიპები არიან. ეგ ვიღაცა იცი რომ სადისტია. აი იცი რა, მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე ტრაგიკული იცით რა არის? რაღაც რაღაცნაირები გახდით. ინერტულები, რაღაცა ემოციები, რაღაცა არ ვიცი. არაფერი აღარ გეხებათ თითქოს. ქართული ოცნების ამორჩილს აი მართლა რითი ამაყობთ მაინტერესებს, აი რითი ამაყობთ ან რითი იმშვიდებთ თავს, აი ასეთ ქვეყანა, აი ყველაფერი, აი ამაში რომ ცხოვრობთ, რით ვერ გაძეხით ამდენი ძალადობით და უდანაშაულო ადამიანზე შურისძიებთ, აი რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, რომ გაძხეთ და დაკმაყოფილდეთ და დაიკმაყოფილოთ თქვენი სურვილები. ადამიანს მით უმეტეს ვიღაცას, აი ვისაც გამოცდილი გაქვს ესეთი უსამართლობა, ესეთი ძალადობა, ანუ რანაირად ჩამოყალიბდით, რანაირად გამანიაკდით საერთოდ ვიღაცები. მონსტრებად იქეცით, თუმცა ჩვეულებრივად იქეცით მონსტრებად. ცხრამეტი 21 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ხალხი ცხოვრებას უნგრევენ. სულ 50-ის იყოს უდანაშაულო ადამიანებს უნგრევენ ცხოვრებას და აი ამაში თქვენ მოგწონთ ცხოვრება და რამე სამართალს ვინმე რამეში ყოველობთ ამ ქვეყანაში სამართალს? ან გარეწარი უნდა იყო, ან დებილი ამ ქვეყანაში რაღაცას რო ვერ ხვდებოდა. მესამე ნამდვილად არ არსებობს. დღეს კიდე ჩვენი 800-ის პატიმრის სასამართლო იყო და იქ მშობლები, იმ ბიჭების მშობლები გამოვიდნენ, რომ გაემხნევებინათ გიორგის დედა და აქეთა სასამართლო პროცესზე გადმოვიდნენ. არ ვიცი, იმიტომ რომ რატო წერ ამ ვიდეოს და მე მგონია რომ გამოხვალ სასამართლოდან ტელევიზიას აღარ უშვებენ. აი ეს ოცნების ამომრჩეველი რაღაცით რო ამაყობ რა. გირგულიანს როგორ ახსენებთ საერთოდ აი როგორ არ ვიცი მე ან კომერციული პროექტია თქვენთვის გირგულიანი თუ რა არის ვერ გავიგე. ემოციურად არ გეხებოდათ მართლა იმ ბიჭის სიკვდილი და წამება და მისი დედის წამება რომელიც გადაყვა მურუსიძის სასამართლოს. და ეხლა აი ამ ჩვენი სინდისის პატიმრების სამი მშობელი გადაყვა მურუსიძის სასამართლოს. და ხო მურუსიძის სასამართლოს დროს აიკრძალა ტელევიზიების შესვლა. გირგულიანის დროს ზუსტად, იმიტომ რომ საშინელება ჩაიდინეს. და არავის აღარ უნდოდა რომ ეს ყველაფერი ენახა და იგივე ხდება ახლა. ზუსტად ისე აკრძალეს. ეზოშიც კი არ უშვებენ ტელევიზიას და არავის საერთოდ. რაღაც სამართლიანობაზე ლაპარაკობენ კიდევ ვიღაცები. თქვენ სამართლით, თქვენ ძალადობის წინააღმდეგ კი არ იყავთ, თქვენ უბრალოდ თქვენ თვითონ ვერ ძალადობდით ვიღაცებზე რა. თქვენზე ძალადობდნენ და აი უბრალოდ სხვაზე რო ვერ ძალადობდით, მე მგონი ახლა აი ასმაგად გინდათ რომ აინაზღაუროთ ეს ყველაფერი. უდანაშაულო ადამიანებს, უდანაშაულოზე. 21 წლის ბიჭს თხოვთ რა, მიშას დროინდელ დანაშაულებისთვის პასუხს და რაღაც ბედნიერები ხართ ამისგან? მართლა ეს ყველას ბევრად საშინელებაა ეს. მე ამ პოლიციელებზეც აი ამ არ ვიცი, ვითომ მთავრობა, აი ამ ხალხზე საშინელება არის ის რაც თქვენ გჭირთ. ადამიანურობას კარგავთ. ადამიანში ჩაკლეს ამათმა ადამიანურობა. იმის მაგივრად რომ აი ნაწამები ზოგ შვილი მოუკვდა და მოუკლეს, ხო?
წინა ხელისუფლებისთვის რა მნიშვნელობა აქვს? აი რაღაცა ამდენი უბედურება გაქვთ ადამიანებს გადატანილი და ეგ ადამიანები დღეს ხართ ჩუმად. და მაგ ადამიანებს რომ თავი დავანებოთ. ის ადამიანები, ვინც ქუჩაში იყავით, აი 100,000-ობით ადამიანი, თქვენ სად ხართ საერთოდ? აღარ გეხებათ, მიატოვეთ პატიმრები? და ეხლა წყნარად აგრძელებთ ცხოვრებას, კარგია. ხმას რო აღარ იღებთ? ნორმალური გონიათ ეს ყველაფერი? ანუ აი ამ ღალატით არა და მე მჯეროდა თქვენი, მე მართლა მჯეროდა თქვენი რომ არსებობდით, აი თქვენ ის ადამიანები რაღაცაერთ ესე აღვიქვავდი რომ ამ ადამიანებს ღალატი არ შეუძლიათ. სად ხართ? მართლა სად ხართ? აი ახლა გამოვიდა მინდაძის დედა და მიდის რუსთაველზე. მოხვალთ? მოხვალთ რომ უბრალოდ გვერდში დაუდგეთ ამ ქალს? აი ესეთ მძიმე დღესთან დაბადების დღე აქ ქალს დღეს. ამაგარი დაბადების დღეა. ეს კაცი ვიცი მაინც რა ნაძირალა რა, აი ვიცი. ჩემიანი საწავიდა. სად გაქრა ეს ხალხი? კარგად ბრძანდებოდეთ რა.